4 რჩევა თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ სტრეს იზოლაციაში. პანიკური მდგომარეობა ამ პერიოდში თითქმის ყველა ადამიანში იჩენს თავს. ამ დროს საჭიროა შევქმნათ სანდო გარემო, სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნოთ. ეს არის გამოხვის ერთ-ერთი საშუალება. ვიკონტაქტოთ ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან. არ არის აუცილებელი პირდაპირი კონტაქტი. საამისოდ მრავალი ონლაინ საშუალება არსებობს. საჭიროა მეტი მოქმედება. არ ჩავწვეთ საწოლში, არ მივეცეთ დეპრესიას. ეს დრო გამოვიყენოთ ხელსაქმის შესასწავლად. დავყავდეთ ნებისმიერი საქმით, თუნდაც იმით, რაც აქამდე არ გამოდიოდა. ეს დრო საუკეთესოა მომავალი გეგმების შესადგენად. ვიფიქროთ და გადავჭრათ ის პრობლემები, რაზეც აქამდე ფიქრს მცირე დროის გამო ვერ ვახერხებდით. და ბოლოს, მეოთხე ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა. დავუთმოთ დრო საკუთარ სხეულს. ჩვენ ფსიქიკაში დაგროვილი სტრესი ჩვენი სხეულის საშუალებით გამოიხატება. ყოველივე ამის დაძლევაში კი ვარჯიში გვეხმარება. ეს მინიმალური რჩევები დაგვეხმარება პანდემიის შედეგად გამოწვეულ სტრესს გავუმკლავდეთ.